კომუნიზმის შავი წიგნი ქართულ ენაზე ნათარგმნი გამოცემის პრეზენტაცია ევროპული კვირეულის ფარგლებში ამ წუთებში მიმდინარეობს. ღონისძიებას დასავლეთ ევროპიდან ჩამოსული 23 სტუმარი ესწრება. ფრანკ მეცნიერთა ჯგუფის მიერ კომუნისტურ რეჟიმებზე შექმნილი საცნობარო წიგნი ქართულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ თარგმნა. წიგნში მოთხრობილია მე-20 საუკუნის კომუნისტური დანაშაულები, რომელსაც მკვლევართა ინფორმაციით 120 მილიონ ადამიანზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პრეზენტაციას ილიას უნივერსიტეტში რატე მუჯირიც ესწრება, რომელიც ახლა მოაბის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს სტრატეგისმეთ. კომუნიზმის შავი წიგნი 6 ავტორის ერთი ბესტსელერი, რომელიც ბესტსელერი მაშინ გახდა, როცა 1997 წელს გამოჩნდეს. ამ წიგნში არის წითელი რეჟიმის შავ მხარეებზე საუბარი, ყოველის დანაშაული, რეპრესია, გადასახლება, შიმშილი და ყოველის დანაშაული, რომელსაც წითელი რეჟიმი, კომუნისტური რეჟიმი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებდა. ამ ერთ წიგნში არის თავმოყრილი დოკუმენტურად, ამის თარგმნა მოხდა ილიას უნივერსიტეტის მიერ ევროპის კვირეულის ფარგლებში. მისი პრეზენტაცია როგორც შენ აღნიშნეს ამ წუთებში მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, რომ უცებად ნაწილი უკვე დასრულდა. ეს წიგნი გამოცემდნენ 15 წლის შემდეგ ქართულად ითარგმნა, უკვე ქართულ კითხვას საშუალება აქვს ის მშობლიო ენაზე წაიკითხოს, როგორც პრეზენტაციაზე დამცი ადამიანები ამბობენ, ამ წიგნს ორი მნიშვნელობა აქვს, ამ წიგნის ქართულად არსებობას ორი მნიშვნელობა აქვს. უნივერსიტეტის მიერ ამ წიგნის გამოცემას ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი ის, რომ ეს წიგნი უნდა იყოს ქართულ ენაზე, იმიტომ რომ საქართველოს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა არის ამ კომუნისტური რეჟიმით და მეორე ის, რომ ეს არის ძალიან კარგი სასწავლო მასალა თვითონ ჩვენი სტუდენტებისათვის, რომელიც სწავლობენ საბჭოთა კვლევის პროგრამაში. ამ წიგნში დოკუმენტირებულია ყველა კომუნისტური რეჟიმის დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა, ამიტომაც ქვია სწორედ შავი წიგნი, ეს არის სწორედ დოკუმენტაცია იმ სისტემატური განადგურებისა და შემწეობისა ადამიანების, რომლებიც აუცილებელი ატრიბუტი იყო ნებისმიერი კომუნისტური რეჟიმის და მისი გამოცემა საქართველოში არის ჩვენთვის როგორც ჩვენი საკუთარი ისტორიის გახსენება, ასევე შედარება იმასთან, თუ სხვა ქვეყნებში რა მოყვა ჩვენი მსგავს კომუნისტურ რეჟიმს. ვალდებულება არის ჩვენი მეცნიერებისას და ჩვენი საზოგადოებისაც ყველაფერი იცოდეს იმ ეპოქის შესახებ და გაანალიზოს არა მხოლოდ აქ საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა, არამედ რა ხდებოდა იმ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც, სადაც გაბატონებული იყო ეს საბჭოთა სისტემა. როგორც გითხარით, კომუნიზმის შავი წიგნის პრეზენტაცია მოხდა ევროპის კვირეულის ფარგლებში. ამავე კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება მიმდინარეობს, მათ შორის დაახლოებით ამ წუთებში ევროპის სახში ფოტოგამოფენა იყო, ლექციები, ევროპის კვირეული კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. დიდი მადლობა, ეს იყო რატი მუჯირი, რომელიც მოამბის პირდაპირ ეთერში.